საქართველოში ზოგადად ყველაფერი გაუკუღმართებული როა, ამას უკვე შევეგუე, მაგრამ პატარა დამწყებთაობას და ნორჩებს რა სუშვებით, რატო უკუღმართებთ იდეოლოგიას და ხედვას ვაფშე ცხოვრებაზე. ანუ რატომ არის საქართველოში დიზაინთან გაიგივებული ფოტოშოპი და ილუსტრატორი? აი ვერ გავიგე, ვერ ჩავწვდი აი ამ ფენომენს. ზოგადად დიზაინი არ არის არც ფოტოშოპი და არც ილუსტრატორი. გაიხედეთ მარცხნივ, მარჯვნივ, პირდაპირ ყველაფერს, რასაც ხედავთ, ეს არის დიზაინი. ანუ დიზაინი ზოგადად საკაცობრიო, ესე ვთქვათ, პრობლემების გადაწყვეტა. აი ახლა აი აქ სკამზე რომ ზიხარ და ტრაკი კარგად გიდევს, ეგეც დიზაინია. ანუ დიზაინერი ვერ გახდები შენ თუ იცი ფოტოშოპი და ილუსტრატორი. ფოტოშოპი და ილუსტრატორი და კიდევ არაერთი მსგავსი პროგრამა არის ინსტრუმენტი. ზოგადად ყველაზე მაგარი დიზაინერი ბუნებაა. შეხედეთ პეპელას, ხვლიკს, გველს, როგორი სილამაზეა, მაგრამ აი ამ ყველა ცხოველს აქვს თავისი განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, სუპერ რაღაცა თვისება. ფერსიცვლის რომ ტერმა არ ნახოს თქვათ. ფოტოშოპია იქა არ არის. ნაცვლად იმისა რომ პარიზში მოხვდებით თუ არა, გაიქცეთ და ჟანგიან ეიფელის კოშკთან მოპრუწული ესე ტუჩებით სელფი გადაიღოთ. წადით და ლუვრი დაათვალიერეთ. და იქ გადაიღეთ სურათები, ოღონდ თქვენი კი არა, რაც მოგეწონებათ და რა სტილსაც ნახავთ თქვენთვის. ნებისმიერი ყველაფერი უნდა დააჩხაკუნო. უცხოეთში უნდა იმოგზაურო ყველგან, სადაც კი შესაძლებლობა გაქვს. ყველა ბოძი, ყველა სანაგვე, ყველა შენობა უნდა დაასურათო. მოხვიდე, დაჯდე, განიხილო, წაიკითხო ხელოვნების ისტორია. ზოგადი განათლება უნდა გქონდეს, ცოდნის მიღებაში ჩააბანდე. საქართველოში ძალიან ბევრია დასათვალიერებელი და ჩამოიარე მუზეუმები. ეხლაც მუზეუმის ეზოში ვზივარ და მე პერიოდულად ყოველთვის ვათვალიერებ მუზეუმებს. ანუ დღეს რომ იტყვი მინდა გავხდე დიზაინერიო, იცოდე რომ დღეიდან თუ ყველანაირ ძალას დაატან შენ თავს და საკუთარ თავზე იმუშავებ, 5-დან 10 წლამდე მინიმუმ გესაჭიროება, რომ აი ეს ყველა ზოგადი ინფორმაცია აკრიფო, ისწავლო, ფერების თეორია უნდა ისწავლო, ხელოვნების ისტორია, ქანდაკება, აბსოლუტურად თლიანი ინფორმაციის ბაზა უნდა დააგროვო და ფოტოშოპის სწავლა არ მოგცემს დიზაინერობას.